ბათუმის საზღვაო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს აკადემიას 400-ზე მეტი პირველკურსელი ყავს. სასწავლო წლის დაწყებას სტუდენტებს ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს. დღესვე გაიხსნა ჰიდრავლიკის, პნევმატიკის, ავტომატიკისა და ელექტროტექნიკის ლაბორატორია, რომლის შეძენაც სასწავლებელს $1,000,000 ლარამდე დაუჯდა. გადამზადდნენ თანამშრომლებიც. რომელიც სწავლობდა და ღებულობდა შესაძლებლობისა, რომლებიც ეს ლაბორატორიები დაეხმარება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მასი პროფესიონალიზმის და კომპეტენციის უფრო გაღრმავებაში, მაგრამ მაგის გარდა მე მინდა გითხრათ, რომ აი ამ კომპანიის ბევრი დანადგარები, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ლაბორატორიები, არის საქართველოში ძალიან ბევრ ფაბრიკა-ქარხნებში და აქედან გამომდინარე, ჩვენ აგრეთვე მზად ვართ აკადემიის სტუდენტების გარდა ბევრი პროფესიონალი სხვა და დაინტერესებული პიროვნებები, დაინტერესებული სტრუქტურები მოვამზადოთ ამ ლაბორატორიებზე. მე ვფიქრობ, რომ ახალ ეტაპზე გადადის აკადემია ჩვენთვის რეგიონისთვის, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბოლო წლებში იცი ძალიან ბევრი დადებითი ძურა მოხდა, ჩვენ გადავინაცვლოთ ახალ ეტაპებზე, მსოფლიო მასშტაბით, რეიტინგებში ასე შემდეგ და მინდა რომ ჩვენი საზღვაო აკადემია იყოს რეგიონში მოწინავე. ამისთვის ხელმძღვანელობა ძალიან ბევრს აკეთებს, ჩვენც მაქსიმალურად ვეხმარებით და ნელ-ნელა მივიწევთ წინ.